ახლა რაც შეეხება ბოლო წარმომადგენლებს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სამეგრელოს სამთავროსი ეს გახლავთ ნიკოლოზ უმცროსი ნიკო დადიანი და მისი ძმა ანდრია დადიანი მაგრამ ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ მამაზე ნიკოს და ანდრიას მამა იყო დავით დადიანი რომელიც საკმაოდ ადრე გარდაიცვალა მაგრამ დავითიც გამორჩეული იყო თავისი სამხედრო ნიჭით და ცდილობდა სხვათა შორის იონა მეონარგიას აქვს მასზე ბიოგრაფიული ნარკვევი და იქ წერია რომ ცდილობდა მრეწველობის განვითარებას სამეგრელოში და მეაბრუშჩომეობის და სხვადასხვა აი ამ დარგების შემოტანას ევროპიდან და იქიდან გამოიწვიაო ფრანგი სპეციალისტი მოიწვია და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აუცილებელი იყო ახლა განვითარება სხვადასხვა დარგის და არა ის ძველი ფეოდალური ჩამორჩენილობის დონეზე დარჩენა, არამედ ახალი დარგების შემოტანა და ახალ დონეზე დაყენება ამისი და დადიანის ესე იგი დავით დადიანის მეუღლე გახდათ განთქმული კახეთის განთქმული გვარის ჭავჭავაძის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი. ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო გამორჩეული ისიც სამხედრო პირი ამ დროს სამხედრო მოღვაწეობა აუცილებელი იყო რუსულ იმპერიაში. ამას გარდა ყველაზე ცნობილი რითია ალექსანდრე ჭავჭავაძე იმითი რომ ის იყო პოეტი. მისი ლექსები ცნობილია და რომანტიზმის ესეთი მიმდინარეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება და ამავე დროს იყო ისეთი ზოგიერთი ცნობით 32 წლის შეთქმულების უშუალო მონაწილედ არა, მაგრამ თანაუგრძნობდა. მაშინ მთელი არისტოკრატია ამ შეთქმულებაში იყო ჩართული. მამამისი გარსევანი იყო ის პიროვნება, რომელიც აი ამ გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებაში და ხელმოწერებში მონაწილეობდა. ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰყავდა სამი ქალიშვილი და ყველაზე ცნობილი ეს არის ეკატერინე ჭავჭავაძე და ნინო ჭავჭავაძე, რომელიც გათხოვდა გრიბოედოვზე, ცნობილ ალექსანდრე სერგიძე გრიბოედოვი, რომელიც ცნობილია ვაიჭკუისაგან, ეს ესეთი საინტერესო ნაწარმოებია და აი მას სხვათა შორის აი რითია კიდევ საინტერესო ეს გვარი, რომ ალექსანდრე გრიბოედოვმა დატოვა ანდერძი, რომ ის ელჩად იყო სპარსეთში და თუ მე გარდავიცვლები და იქ ძალიან რთული სიტუაცია იყო და ამას გძნობდა რომ იქ შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო მისი ელჩობა და თუ გარდავიცვლები გთხოვთ სხვაგან არსად დამასაფლავოთ გარდა თბილისის მამა დავითის მთაზე არსებულ მონასტრის ადგილას, ანუ დღევანდელი ჩვენი მთაწმინდა, სადაც არის, აი იქ პირველი საფლავე ფაქტიურად არის გრიბოედოვის და აი ასეთი ცნობილი არა მარტო ქართულ დონეზე, არამედ უკვე ყველასთვის ცნობილია ეს ალექსანდრე გრიბოედოვი და აი ესეთი ოჯახის წარმომადგენელი გახდათ ეკატერინე ჭავჭავაძე და აი მათი შვილები იყვნენ სამეგრელოს ბოლო მთავრები. უпростоრად ნიკო იყო ბოლო მთავარი და მისი ძმა ანდრია კიდევ გამოირჩეოდა თავისი არაჩვეულებრივი სხარტი გონებით და ჭადრაკის ფაქტიური დამაარსებელი იყო ჭადრაკის საზოგადოებების საქართველოში. წარმოვიდგინოთ პეტერბურგი
1858 წლის 30 მაისი. რა ხდება ამ დღეს? მაშინ გამოჩნდა 11 წლის ნიკო პეტერბურგში, თეთრ ცხენზე. რა ხდება და ისააკის ტაძარი, რომელიც უდიდესი ტაძარია პეტერბურგში და შეიძლება ითქვას რუსეთშიც და უდიდესი ხარჯი გაიღო მაშინ მეფის რუსეთმა აი ამ თავისი ცენტრალური ტაძრის ასაგებად, აი ამ ტაძრის კურთხევაზე 1858 წლის კიდევ ერთხელ გავიმეორებ 30 მაისს თეთრ ცხენზე ამხედრებული 11 წლის ნიკო დადიანი გამოჩნდა ამ ისააკის ტაძრის წინ. ეს ისააკის ტაძარი რომ ვიცოდეთ რატო ქვია ისააკის ტაძარი, მოკლედ ვიტყვი. მისი კურთხევა რატო იყო ასეთი მნიშვნელოვანი? ისააკის ტაძარი არის ისააკ დალმატიელის წმინდანის სახელზე აგებული. ეს იყო მე-4 საუკუნის წმინდანი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, შემდეგში ბიზანტია, რომელსაც ერქვა და ეს ტაძარი ჯერ კიდევ ეკატერინემ წამოიწყო, მაგრამ ძალიან პატარა იყო ის შედარებით და არ იყო კარგად გათვლილი, ახლოს იყო მდინარესთან და შემდეგ დაიწყო 1818 წელს მისი მშენებლობა, როგორც სიმბოლო რუსეთის ძლიერების და რატომ არის ეს სიმბოლური, რომ ნიკოც იქ მიიწვიეს? იმიტომ რომ ამ ყველაფერს რო ნახავდა მე თქვათ პატარა საქართველოს და პატარა სამეგრელოს წარმომადგენელი, ვეღარ ბრუნდებოდა თავის სამშობლოში. უკვე უნდა უფრო ფართო გასაკანი, უფრო ისეთი ქვეყანა, ისეთი ცენტრი, როგორც თქვათ პეტერბურგი იყო. აბა სპეციალურად აკეთებდა რუსული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რომ მიაჩვევდა იქაურ სიმდიდრეს და იქაურ გამორჩეულ სილამაზეს, რომელიც აი ამ დიდი ფულით იქმნებოდა. მერე უჭირდა თავის პატარა ქვეყანაში და თანაც რუსეთი ცდილობდა რომ მოეწყვიტა ეს ხალხი, ეს თავადი იქნებოდა თუ ბაგრატიონების ჩამომავალი თუ დადიანების თავის სამშობლოს. და აი ამის შემდეგ ის ჯერჯერობით კიდევ ითვლება ჯერ მცირეწლოვანია და ითვლება სამთავროს მემკვიდრედ, თუმცა ეკატერინე განაგებდა მისი დედა ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ამ სამთავროს, მაგრამ უკვე მას შემდეგ რაც მოხდა დიდი აჯანყება ომარ-ფაშას შემოსევის შემდეგ, მოხდა დიდი აჯანყება სამეგრელოში, უტუმი ქავასი და სხვების, აი აქ რუსეთმა ითამაშა ისეთი როლი, რომ თან აჯანყებულებს აკეზებდა, არის ამაზე ცნობები და თან პირდებოდა დადიანებს და ეკატერინეს, რომელიც მართველი იყო მისი. უკვე სამეგრელოში ცხადია, რომ უკვე ნელ-ნელა ხდება მისი გაუქმება და ეკატერინე იძულებული იყო, რომ რუსული ჯარით ჩაეხშო ეს აჯანყება და ფაქტიურად გაუქმდა, მაგრამ ოფიციალურად, იურიდიულად ამ სამთავროს გაუქმება მოხდა სწორედ ნიკოს დროს. ის იყო უკვე ბოლო ნომინალური მმართველი სამეგრელოში. ნიკო დადიანი უმცროსი, ისე ვიმეორებ, რომ არ აგვერიოს იმდენი ნიკო არის. ნიკო უმცროსი საინტერესოა, რომ გარდა იმ ცნობილი ფაქტებისა, რომ მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბულგარეთში, შიპკაშეინოვო არის ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა იყო შუა ბულგარეთში და იქ ძალიან გამოიჩინა თავი. თავარი აი რაც გვინდა კიდევ ხაზი გაუსვათ, ხშირად რატომღაც ამას არ ამბობენ მისი დახასიათების დროს, რომ იყო ძალიან დიდი მოყვარული საქართველოსი და ძალიან დიდი ესე იგი ანტიპატია იმ ადამიანების მიმართ, რუსიფიკატორი ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე საქართველო დაეყოთ და დაენაწილებინათ სხვადასხვა ნაწილებად. აი ამას ხაზი არ ესმება, რომ ნიკოს აი ორი ფაქტია ამასთან დაკავშირებით შემორჩენილი. ერთი წერილი ძალიან საინტერესოა, რომ მას მიუწერია 1885 წლის 17 აპრილს
ვასილ მაჩაბლისთვის პეტერბურგიდან, ნუ ძალიან ხშირად იყო პეტერბურგში, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა იმაში, რომ პატრიოტად დარჩენილიყო. 1885 წელს მან მიწერა ვასილ მაჩაბელს. ვასილ მაჩაბელი იყო ცნობილი ივანე ვანო მაჩაბელის ძმა, ვანო მაჩაბელი, რომელმაც შექსპირი თარგმნა შესანიშნავად ქართულად. და აი ვასო მაჩაბელს მიწერა წერილი, სადაც წერდა რომ იცი რაო, მე მინდა გითხრაო, რომ მე სამეგრელოს, იმერეთს და გურიას ვუყურებ როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენ შუა განსხვავება არ არის და არც უნდა იყოს. აი აქ უკვე ჩანს, რომ რასაც ფიქრობს ის და მე ამბობს, ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები. ანუ არაფრით ვერ გადამათქმევინებთ, რომ სამეგრელო სხვა არის და სხვა პროვინციები სხვა არისო. ეს ერთი საინტერესო მისი წერილი. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაპირისპირება 19 საუკუნის ერთ-ერთ რეაქციონერ, ძალიან დიდ რეაქციონერ ქართველების დაუძინებელ მტერ სამღვდელო პირთან, დეკანოსთან, იოანე ვოსტორგოვთან. ეს ვოსტორგოვი განთქმული იყო 19 საუკუნის მიწურულში, როგორც საქართველოს უბოროტესი მტერი. სპეციალურად გამოაგზავნა, რა თქმა უნდა, აქ იყო სასწავლო ოლქის მზრუნველი, არსებობდა ესე თანამდებობა, იყო გამომცემელი საეკლესიო აქ თბილისში, საეკლესიო ჟურნალის და ქალთა საეპარქიო სასწავლებლის მოძღვარი. და ყველგან საკმაოდ მძიმე სურათი დარჩა მისი მოღვაწეობის და თავარი რა არის ის განუწყვეტლივ ცდილობდა რომ ქართული ენა ამოეძირკვა თქვათ სამეგრელოდან და ამტკიცებდა რომ ნუ სამეგრელოში რა უნდა ქართულს ეს არის სულ სხვა ხალხი აბსოლუტურად არაფერი კავშირი არ აქვს ქართველებთან და ამიტომ ამოვიღოთ ქართული ენა სკოლებიდან, საეკლესიო სამრევლო სკოლებიდან და საერთოდ ვასწავლოთ პირდაპირ მეგრულად და რუსულად. და ეს ახლა რა თქმა უნდა, ეს გასაგებია რატომ იყო ეს ახლა ის მას მეგრული ენა სულაც არ უყვარდა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ პირდაპირ რუსულზე არ გადასულიყვნენ, ნუ ჩაურთო ეს მეგრული და ასევე სხვა რაიონებთან, საქართველოს პროვინციებთან დაკავშირებით ასეთი აზრის იყო ეს. და ებრძოდა სხვათა შორის ვის ებრძოდა კიდე დაუნდობლად ებრძოდა კირიოს. ოღონდ ისეთი ის იყო ცით როგორი ორპირი იყო ეს იოანე ვოსტორგოვი პირდაპირ კი არ ეტყოდა ვისაც ებრძოდა რას ფიქრობდა არამედ ზურგს უკან ინტრიგებით. აი მისი დაბეზღების გამო 1902 წელს კირიონი გადაასახლეს ფაქტიურ გადასახლებაში 12 წელი გაატარა ფაქტიურ გადასახლებაში რუსეთის სხვადასხვა პროვინციაში და ერთ პერიოდში კი საერთოდ ურალში უმძიმეს სიტუაცია მონასტერში სიტუაცია იყო იმ მონასტერში რატომ იმიტომ რომ -20 გრადუსი იყო ხშირად და აი ასეთ მონასტერში რო შესულა პირველად ამ მონასტერში კირიონი საწოლი იყო ყინულით დაფარული და აი ეს ყველაფერი მან ნუ იყო კოვნოში ანუ კაუნასში თავიდან იყო ხერსონში უკრაინაში გადასახლებული და ასე 12 წლის მანძილზე ხანსად გადაიყვანე ხანსად და აი ამის ინიციატორი იყო ვოსტორგოვი მაგრამ რა არის იცით საინტერესო რომ პირადად კირიონთან ერთი წერილი აქვს მიწერილი სადაც წერს რომ ხوار გონიათ რომ მე თქვენი მტერი ვარო მეო თქვენ ძალიან გაფასებთ ასეთი წერილია მოღწეული დღემდე და ნუ კირიონმა დააწერა ზედრო ვიცი რაც არის ყველაფერი კარგად მესმისო ეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ეს წერილი დაცული და კირიონის ფონდში ხო ეხლა რატომ ამბობ რომ პიროვნება ვინ არის ეს ვოსტორგოვი იმიტომ რომ ეს ხო არ იცის ბევრმა ვინ არის ეს იოანე ვოსტორგოვი და ერთხელ გადაწყვიტა მან რომ აი ეს თავის იდეა ფიქსი ანუ ის რომ როგორმე დაეშალა ქართველი ხალხი ნაწილებად ყველაზე დიდი შეტევის ქვეშ იყო სამეგრელო და სვანეთი და აი პირველ რიგში სამეგრელოში გამოუგზავნა წერილი
ნიკო დადიანს. ჩამოვიდა თბილისიდან, სადაც ის ძირითადად მოღვაწეობდა 19 საუკუნის მიწურულში და მე-20-ის დასაწყისში 1905 წლამდე, იმიტომ რომ 5 წელს რევოლუცია რო დაიწყო, სულ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა საქართველოსთან, იმიტომ რომ იცოდა როგორ ეჯავრებოდა ქართულ ხალხს. და აი ამ 19 საუკუნის მიწურულს ერთხელ, როდესაც ნიკო დადიანი თავის სასახლეში იყო და როგორც ჩანს ეს უკვე მას შემდეგ რაც რუსეთმა შესთავაზა მას პეტერბურგში შესთავაზა იმპერატორმა რომ შენი ნებით თქვი უარი მთავრობაზეო და სამთავროს მეთაურობაზე რო უარი ეთქვა თავისით. იმიტომ რუსეთის მიზანი იყო ნელ-ნელა გაეუქმებინა ყველა სამთავრო რაც კი არსებობდა გარკვეული ავტონომიით საქართველოში და დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ აი ამ პერიოდში, საიდან ვიცით, რომ წერილი არ არის დათარიღებული მოგონებაშია ეს, საიდან ვიცით, იმიტომ რომ მიანიჭეს ტიტული კნязь Светлейший Мигрельский. აი ამ მოგონებაში, რომელიც არის კოტე ყიფიანის, კოტე ყიფიანი იყო ცნობილი ჩვენი მოწამის დიმიტრი ყიფიანის ვაჟი და ერთად ყოფილან ამ დროს კოტე ყიფიანი და ნიკო დადიანი ზუგდიდის სასახლეში და უცბად მოდის წერილი პოლიციელს მოაქვს მოსტორგოვის დაწერილი წერილი და წერს მოსტორგოვი მან საჯაროდ გახსნა ეს წერილი და წაიკითხა იქ რაც ეწერა და თქვა რომ ეხლა მე მივწერ პასუხსო და წაგიკითხავ თქვენ რასაც მივწერო ივანე მოსტორგოვსო. აი რატომ გაბედა და მოსწერა ეს წერილი ივანე მოსტორგოვი? იმიტომ იფიქრა რომ ნუ ეხლა მისცეს რა ვიცი თითქმის მილიონამდე რუსული რუბლი და ეს იყო უზარმაზარი მაშინ თანხა, იმიტომ რომ რუსული ფული მაშინ მყარი იყო ძალიან მეფის დროინდელი და ნუ იფიქრა რომ ეხლა ალბათ უკვე მთლიანად ნაყიდია რუსული ხელისუფლების მიერ და რასაც ვეტყვი იმას გააკეთებს და რა ეწერა იქ საჯაროდ წაუკითხა. გთხოვთ წერილობით დამიდასტუროთ რომ სამეგრელო ეს არის სრულიად სხვა ქვეყანა, სხვა ხალხი, არაფერი აკავშირებს ქართველებთან, მათ აქვთ საკუთარი ენა, დამწერლობა, ლიტერატურა და აი ამას გთხოვთ რომ ეს დამიდასტუროთ. და აი ასეთი პასუხი გასცა ნიკო დადიანმა. საკმაოდ უხეშადაც კი უპასუხა. თქვენმა ხულიგნურმა წერილმა ძლიერ გამაჯავრა. ასე მიწერა სამღვდელო პირისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო სამღვდელო პირისთვის, რომ თქვენმა ხულიგნურმა წერილმა ძლიერ გამაკვირვა და გამაბრაზა, რომ თქვენ ღვთისმსახური ასეთ გზას დაადექით. ეს გზა ეს გზა არის იუდას გზა. რატომ იუდას გზა? იმიტომ რომ თქვენ გინდათ რომ ჩვენ ძმები ქართული სხვადასხვა ტომები ხალხი წარმომადგენლები ერთმანეთს გადავკიდოთ და დაგვაშოროთ და ამიტომ თქვენ ადგეხართ იუდას გზას. რაც შეეხება ესე იგი ამ საკითხს რასაც მწერთო ესე იგი სამეგრელო, ქართლი, კახეთი, მესხეთი, გურია, იმერეთი და სხვა ეს არის გეოგრაფიული სახელები და ეს ისევ ნიკოს წერილში წერია. სადაც ცხოვრობენ ყველგან ქართველები, ხაზგასმით მიწერა, რომელთაც აქვთ ერთი საზოგადოენა და დამწერლობა. თავისი ლიტერატურით, ხოლო თქვენ გინდათ თვითნებურად ყოველივე ეს ასიმილაციისთვის გამოიყენოთ. და ბოლოში ასე დაემუქრა, რომ მე იძულებული ვიქნები თქვენი ეს აი ეს ქმედებები მოვახსენო პირადად იმპერატორს. და ნუ ამის შემდეგ ბუნებრივია რომ მოსტორგოვს აღარავით არის იმედი აღარ დარჩა იმისი რომ ნიკო დადიანი მას მხარს დაუჭერდა ამ ბოროტ საქმეში. და ეს რადგან შემოგვინახა ამ მოგონებამ ერთ-ერთმა ტატიშვილი არის გვარი იმ ბიოგრაფიის რომელმაც შემოგვინახა ეს მოგონება კოტე ყიფიანთან დაკავშირებით და ესე იგი ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ნახეთ არა მარტო უპასუხა, არამედ ძალიან კაცრად უპასუხა და თან როგორც შეეძლო ისე აუხსნა, რომ ეს ყველა არის ცალკე მხოლოდ გეოგრაფიული, შეიძლება ასე ვთქვათ, რომ გეოგრაფიული სახელებია ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და არა ის რომ ცალკე ხალხია ყველა და ყველა და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი.
ნიკოზე მაინც ორ სიტყვას კიდე რას ვიტყვი, რომ ჯერ კიდე მამამისი დავითი ცდილობდა ევროპეიზაციას, გარკვეულწილად ვაჭრობის განვითარებას და ნიკო მათ მეტნაკლებად გააგრძელა ეს ხაზი და ამავე დროს ხელნაწერები, აი ეს არის მნიშვნელოვანი, 1885 წელს მან გადასცა წერა-კითხვის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას 169 ტომი ძვირფასი წიგნები და ამავე დროს ხელნაწერები. აი მე-11, მე-10 საუკუნის ხელნაწერები გადასცა და ეს ჯერ კიდე მამამისის დაგროვილი და კლასიფიცირებული იყო დავითის. კიდევ რა მინდა ვთქვა, რომ ის გამორჩეული კიდევ იყო ბრძოლაში ბულგარეთში. ეს რო არ თქვათ არ შეიძლება. ბულგარეთში იყო, ესე იგი, რუსეთი ჩაერია ბულგარეთის აჯანყების თითქოს ქრისტიანობის დაცვის საბაბით და აი აქ იყო დიდი ბრძოლა თურქების წინააღმდეგ, თურქ-ოსმალეთის წინააღმდეგ და გამოიჩინა თავი, იქ გამოიჩინა ნიკომ გარდამტეხი ბრძოლა იყო. ეს იყო შიპკა შეინოვო, ესეთი ადგილი, შიპკა ის იყო უღელტეხილი და შეინოვო სოფელი ბულგარეთში, სადაც ძალიან ძლიერად იბრძოლა, მაი გამოიჩინა თავი როგორც მებრძოლმა ნიკომ და მერე დაუპირდეს კიდევაც ბულგარეთის მეფედ 1886 წელს ბულგარეთის მეფედ დასმული ფაქტიურად რუსეთი აკონტროლებდა მას და ბატენბერგი. ის გადააყენეს და ნიკოს დაუპირდეს ბულგარეთის მეფედ კურთხევა. მერე არ გამოვიდა ეს ინგლისით ჩაერია და არ გამოვიდა, მაგრამ რახან ასე გახმაურდა ევროპის პრესაში, რომ ნიკო უნდა გამხდარიყო ბულგარეთის მეფე, აი როგორც არის ცნობა, იმან შტრაუსმაც კი მიუძღვნა პატარა თავისი ნაწარმოები, ნიკო პოლკა. წლისთვის მოხდა საერთოდ ფორმალურად მას შესთავაზეს, რომ უარი ეთქვა სამთავროზე და მიიღო ძალიან დიდი პენსია, სხვადასხვა რიცხვებია, იმითი ვერცხლის ფულით და ოქროს ფულით სხვადასხვა, მაგრამ მილიონებამდეა საუბარი, რომ მისცეს მას. გარდაიცვალა შემდეგ პეტერბურგში, უკვე იქ ადლებერგის ქალი მოიყვანა რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილი, ძალიან ლამაზი ქალბატონი და გარდაიცვალა პეტერბურგში 1903 წელს და შემდეგ მისმა დამ სალომემ ჩამოასვენა თავის საგვარეულო მარტვილში და დღესაც იქ განისვენენ. ეხლა რაც შეეხება მის ძმას, ანდრია დადიანს. 3 წლით უმცროსი იყო, 1857 წელს დაიბადა და გაითქვა სახელი რითი. ისიც კარგი მეომარიც იყო, ჩვეულებრივ ყველა მონაწილეობდა რუსულ კამპანიებში, რუსულ საბრძოლო კამპანიებში და მაგრამ რითი გაითქვა მან სახელი? როგორც აი ჭადრაკის საქართველოში პირველმა დიდმა პოპულარიზატორმა და თვითონაც თამაშობდა შესანიშნავად და ვინასწავლა, როგორც ჩანს ეს ასწავლა დედამ, როგორც ჩანს იქ ჰქონდათ ჭავჭავაძეს მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში ეს ჭადრაკი და მოსულ სტუმრებსაც
ალბათ თამაშობდნენ ისინი ამ ჭადრაკს და აი მან ძალიან სწრაფად აითვისა და გამოიჩინა ძალიან დიდი ნიჭი ჭადრაკში და იმდენად რომ მას სოფლიოშიც მაშინ უკვე აღიარებდნენ, იმიტომ გარდა იმისა, რომ თვითონ თამაშობდა, ამას გარდა ცნობილ ტურნირებს ან შეჯიბრებებს სოფლიოში აფინანსებდა. მათ ჰქონდათ ახლა ამის შესაძლებლობა და თვითონაც მონაწილეობდა, თუმცა როგორც ამბობენ, თლათ არ იყო მიზანშეწონილი, რომ ამ რანგის მაღალი არისტოკრატი ჩაბმულიყო ჩვეულებრივ ჭადრაკის შეჯიბრებებში, მაგრამ არის დარჩენილი მისი პარტიები, ნათამაშები, რომელსაც ძალიან დაწვრილებით სწავლობს და შეისწავლა ბატონმა დავით გურგენიძემ და პარტია, ანუ ესე იგი ეტიუდი, ერთი ეტიუდი შეუდგენია და ესეც ცნობილია. იმდენად გაითქვა სახელი, რომ ინგლისური ლონდონის გაზეთი chess, ინგლისურად ეს არის ჭადრაკი, monthly, ანუ თვიური ჟურნალი იმის ჭადრაკის, იქ მოათავსეს მასზე დიდი სტატია. და საერთოდ აღწერეს ვინ არის ეს, რა არის სამეგრელო, რა არის საქართველო და რომ მისი წარმომადგენელი გახლავთ ეს ანდრია და ასევე ანდრიას ხო წიგნი გამოვიდა 1903 წელს აი ამ პარტიების და მისი ნათამაშები და მისი ერთი ეტიუდი 1903 წელს საფრანგეთში დაეხმარა იქ ცნობილი მოჭადრაკეები და გამოცა ეს წიგნი. ანდრია დადიანი დაიბადა 1850 წელს ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის ოჯახში. ჭადრაკის თამაში მან ბავშვობაში ისწავლა, ნათქვამია რომ ისწავლა ოჯახში და რადგან მამა 4 წელს ასაკში გარდაეცვალა, რა თქმა უნდა ისწავლა დედისგან. ამავე დროს ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო ბიძამისი გრიგოლი. ასე რომ დადიანების ოჯახი საერთოდ ჭადრაკი ძალიან მიღებული იყო, იქ ყველა დადიანი თამაშობდა, აი უჩა დადიანი ტურნირებშიც თამაშობდა, ცნობილი ფაქტია. შემდეგ როდესაც მათ მოუწიათ ევროპაში წასვლა, იცოდა რა ანდრიას ნიჭის ამბავი, დედამისმა სპეციალურად დაუქირავა მასწავლებელი, ჭადრაკის მასწავლებელი. ეკატერინე თავისი შვილებთან ერთად იმ წლებში ის ცხოვრობდა პარიზში, მაგრამ ზაფხულობით მიდიოდა გერმანიის ქალაქ ჰომბურგში. და აი ჰომბურგში აიყვანა 14 წლის ანდრიას ჭადრაკში ამეცადინებდა ცნობილი ინგლისელი მოჭადრაკე ბენსი. ეს ბენსი ძალიან ცნობილი მოჭადრაკე იყო, როდესაც პოლ მორფი ამერიკიდან ჩამოვიდა და ევროპელები დაემარცხებინა, ეს იყო პირველი მოჭადრაკე, რომელთანაც მოუწია თამაშმა და ამიტომ ძალიან დიდი გაკვეთილი მიიღო. იქ მათ ბევრი პარტია ითამაშეს და უკვე ჩანდა რომ ანდრიას დიდი ნიჭი ჰქონდა ჭადრაკის მიმართ. შემდეგში ანდრია სწავლობდა ჰაიდელბერგში, მაშინ არ მოუწია ჭადრაკის თამაში, მაგრამ როდესაც უკვე დაამთავრა, დაბრუნდა რუსეთში 1873 წლიდან უკვე ჩანს მისი პარტიები და ანდრია დადიანი იწყებს სამხედრო კარიერას. მას მოუწია რუსეთ-თურქეთის ომში ყოფნაც, მაგრამ მანამდე და ამის შემდეგ ის მუშაობდა იტალიაში რუსეთის საკონსულოში, შემდეგ უკვე სამხედრო კარიერა გააგრძელა. უნდა ითქვას, რომ ერთი პერიოდი ძალიან როგორც აი ბატონი დავითი გადმოგცემს, საბჭოთა პერიოდში მას როგორც დადიანი არისტოკრატი იმდენად ცუდად იხსენიებდნენ, რომ საერთოდ უნდათ აი ამ ხარის ამოშლა და დავიწყებისთვის უნდათ მიეცათ მისი სახელი და მით უმეტეს რომ ცნობილია რომ რატომღაც მას ჰქონდა ძალიან დიდი კონფლიქტი ერთ-ერთ გამორჩეულ ის არ იყო ჩემპიონი მსოფლიო, მაგრამ იყო ძალიან ცნობილი მოჭადრაკე ჩიგორინი და აი მასთან ჰქონდა მას პირადი რაღაც უთანხმოება და რა თქმა უნდა მთელი რუსული პრესა საბჭოთაც და მერე პოსტსაბჭოთაც ყველა იმ ჩიგორინის მღარეზე იყო რუსული პრესა და ცდილობდნენ დაკნინებას, მაგრამ აი დღეს შეგვიძლია თქვათ რომ აი დავით გურგენიძის სახით მას გამოუჩნდა ძალიან საქმის მცოდნე პიროვნება, რომელიც მთლიანად წამოსწევს მის მემკვიდრეობას და მის სახელს და მის ღვაწლს ჭადრაკის ისტორიაში. მისი ცხოვრებისეული დეტალები
ძალიან დამახინჯებულია პრინციპში, მაგრამ მე ამჯერად შევეცდები მის საჭადრაკო ბიოგრაფიაზე გავაკეთო აქცენტი. მით უმეტეს, რომ თავისთავად მისი საჭადრაკო ბიოგრაფიაც და საჭადრაკო კარიერაც აშკარად დამახინჯებულია და ეს დამახინჯება განაპირობა მისმა კონფლიქტმა 1903 წელს მონტე-კარლოში. რუსეთის ყველაზე გამოჩენილი მოჭადრაკესთან ჩიგორინთან. ეს კონფლიქტი, ამ კონფლიქტს მე დაუბრუნდები, მაგრამ რო იცოდეთ ვინ იყო ჩიგორინი რუსეთისთვის. ჩიგორინი რუსეთის ჭადრაკისთვის იყო, ასე ვთქვათ, აი დიდი ნათელი სახე და უკვე საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა ყველა ქალაქის საჭადრაკო კლუბში მსოფლიო ჩემპიონების ფოტოები ეკიდა, აი ფოტოები იწყებოდა არა სტეინცის ფოტოთი, არა პირველი ეკიდა მიხეილ ჩიგორინი, რომელიც არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი და შემდეგ მოდიოდა სერია ფოტოები მსოფლიო ჩემპიონების. ეს ამ კონფლიქტმა განაპირობა ის ნეგატიური დამოკიდებულება, რაც რუსეთში დარჩა დადიანის მიმართ და დაწყებული განსაკუთრებით 1953-54 წლებში, მაშინ რაც აღარ არის ცოცხალი ბერია, გამოდიოდა წიგნები და ეს წიგნები გამოდიოდა 100,000-იანი ტირაჟით, სადაც ანდრია დადიანი იყო აი მოთხრილი თავიდან ბოლომდე. ესე იგი არ იყო დარჩენილი ეპიტეტი, რომელთაც მას არ ამყოფდნენ, გაქვსვებული ფეოდალი ადამიანი, რომელიც პარტიებს ყიდულობდა, რომელიც იყო კი ტურნირებში აწესებდა პრიზებს, მაგრამ ის იყო ძალიან წვრილმანი. აი ნახეთ რა სასაცილო პარტიები მოიგო 5-6 წლში და ერთ სიტყვით აბსოლუტურად ანდრია დადიანის პიროვნება იყო აბუჩად აგდებული და ძალიან დიდი ცილისწამების ქვეშ იყო დარჩენილი. აი ამ წიგნებზე გაიზარდა მთელი თაობები და არა მარტო იმიტომ ეს 100,000 ტირაჟი გამოდიოდა და არა მარტო საბჭოთა კავშირში. აი მაგალითად ცნობილი ფაქტია, რომ რობერტ ფიშერმა რუსული სპეციალურად ისწავლა, იმიტომ რომ რუსული საჭადრაკო ლიტერატურა იმ დროს იყო ყველაზე მოთხოვნადი მთელ მსოფლიოში და ეს დაგროვდა. აი მაგალითად როცა საქართველოში ბატონო თენგიზ გიორგაძემ დაიწყო შესწავლა და ანდრია დადიანზე რამდენიმე სტატია დაბეჭდა რა, მაშინვე მოსკოვიდან მოვიდა, მაშინ გაზეთ ლელოში მუშაობდა ბატონი თენგიზი, აი გამაფრთხილებელი წერილი და ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში დაიბეჭდა ფრთხილად კნიაზი, ესე იგი ასე იოლათო ანდრია დადიანზე კარგს უნდა წერთო. ბუნებრივია ბატონო თენგიზმა კი გამოუშვა ერთი წიგნი, მაგრამ იქ არის 32 პარტია ანდრია დადიანს, მაგრამ აი ეს ისეთი კონფლიქტი იყო, რომ ამ კონფლიქტის ახსნა მაშინ იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ აი დღეს გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა ინტერნეტის საშუალებით გავეცდოთ უამრავ ლიტერატურას, უამრავი კომუნიკაციის გაცილებით მეც საშუალება და მაშინ ეს რა თქმა უნდა არ იყო. აი დაახლოებით უკვე აი ამ საუკუნეშია რა, მე დამაინტერესა იმ ფაქტმა, რომ ამერიკულ საჭადრაკო პრესაში იწერებოდა ასეთი ფრაზები, რომ აი როგორ ხდებაო, რომ ჩიგორინიო ანდრია დადიანსო ყოველთვის ლანძღავსო და მსოფლიოს პირველი ჩემპიონიო სტეინიციო სულ აქებსო. აი ამ ფაქტმა მე დამაინტერესა და დავიწყე ანდრია დადიანის პარტიების შეგროვება. აი მე შემდეგ დავწერე აი ეს წიგნი ანდრია დადიანი ცილისწამებიდან ჭეშმარიტებამდე. და მე თავიდან შესავალში უკვე მიწერია, რომ როგორც ჭეშმარიტებას მე ვერ გავექცეოდი, თუ დამტკიცდებოდა, რომ იმ კამათში ჩიგორინი იყო მართალი, იქნებოდა მართალი ჩიგორინი. ამ კამათსაც მე დაუბრუნდები, მაგრამ აი მე რო გითხრათ, რომ ანდრია დადიანი რითი დარჩა და დარჩება მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, მოკლედ გეტყვით. ანდრია გარდაიცვალა 1910 წელს. აი რო ავიღოთ მე-20 საუკუნის პირველი 10 წელი, მისი ცხოვრების ბოლო 10 წელი, ასე ვთქვათ და განვიხილოთ რა ხდებოდა იმ დროს მსოფლიო საჭადრაკო ცხოვრებაში. მაშინ არ არსებობდა მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაცია, აი ფიდესნაირი არც ერთი ორგანიზაცია არსებობდა და დიდი ტურნირები ძალიან იშვიათად ტარდებოდა და თუ ტარდებოდა, ეს ტარდებოდა სპონსორების და მეცენატების ხარჯზე. ანდრია დადიანი და კიდე რამდენიმე პიროვნება, პროფესორი რაისი და რამდენიმე თითზე ჩამოსაცვლელი პიროვნებები იყვნენ, რომლებიც აფინანსებდნენ ამ ტურნირს. მათ გარეშე ტურნირები ვერ ჩატარდებოდა და მე გეტყვით, რომ აი პირველ 10 წელიწადში 4 ტურნირი ჩატარდა მონტე-კარლოში, რომელშიც აი ამ ტურნირებში, რომელსაც მე ახლა ჩამოვთვლი, მონაწილეობდა მსოფლიოს იმ დროის ყველა გამოჩენილი მოჭადრაკე. თვითონ სტეინიცი 1900 წელს გარდაიცვალა და იმ დროს ცოცხალი არ არის, ლასკერი შემდგომ გვიან მონაწილეობდა ერთ თორში და დანარჩენი ტარაში, პილსბერი, როზენტალი,
ვინც კი იყო იმ დროს სოფლიოში აბსოლუტურად ყველანი თამაშობდნენ ტურნირები იყო როგორ იცით აი ტარდებოდა კონგრესი ერქვა ასეთ ფესტივალებს რომელშიც იყო A ტურნირი და იყო კიდე ასე ვთქვათ სხვადასხვა ტურნირები რომელშიც აი მასიურად ხალხი თამაშობდა 1902, 1903 და 1904 წელს მონტე-კარლოს ტურნირების პრეზიდენტი იყო ანდრია დადიანი. აი 1903 წელს მოხდა ის კონფლიქტი, როდესაც ჩიგორინი იყო ტურნირზე მიწვეული, მაგრამ ანდრია დადიანმა დააყენა საკითხი. ჩიგორინი არ მიიღებდა მონაწილეობას, მაშინ ის უარს იძახდა პრეზიდენტობაზე. სხვა შორის აი ეს რუსეთში ეს ყოველთვის გაშუქდა ნეგატიურად. აი ამას წერდნენ რომ ანდრია დადიანის გამო იქ სატურნირო კომიტეტმა გადაწყვიტა რომ ჩიგორინი უკან გაეგზავნათ, მაგრამ ის რომ ჩიგორინს გადაუხადა ანდრია დადიანმა თავისი ჯიბიდან 1500 ფრანკი და არასოდეს მაგპრიზის ოდენა თანხა არ აუღია, გადაუხადა მგზავრობის ფული, მაგრამ ამაზე ჩიგორინი რა თქმა უნდა არ ხასაღებდა და არც რუსები. მაგრამ აი საინტერესოა თითქოს რუსები ამ დროს ამტკიცებენ რომ აი ამ დროს უკვე ჩიგორინი დადიანს სახელი გაუტყდა, მაგრამ არაფერი ამ დაგვარი. ისინი ყველანი მერე დუმან რომ დადიანს იწვევენ 1905 წელს ბადმენის დიდ საერთაშორისო ტურნირის პრეზიდენტად და სხვა შორის ზუგდიდის მუზეუმში დაცულია წერილები და მრავალი წერილია თვითონ ანდრია დადიანი ჩართული იყო ამ ტურნირის მომზადებაში, ვინ მოეწვიათ რა თანხები როგორ და აი გერმანელები მას თხოვენ რომ თუ შესაძლებელიაო გამოიჩინეთო ძიცულოვნებაო და აპატიეთო და მოვიწვიოთ ტურნირშიო. მე ახლა არ ვიცი აქედან იქ წერილი რა მიწერა დადიანმა, მაგრამ ცნობილი ფაქტია რომ ჩიგორინმა იმ ტურნირში ითამაშა. ნუ ესე იგი ისინი მაშინ შედიდნენ ხო ხდები და აი მთელი ის ვაკხანალია რაც ამის შემდეგ ხდებოდა დაახლოებით 50-იან წლების შემდეგ ეს საერთოდ გაუგებარია. მithumets ჩიგორინმა ითამაშა 1907 წელს, როცა ოსტენდის დიდი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, იქაც ანდრია დადიანი იყო ასე ვთქვათ მთავარი ასე ტურნირის ბიულეტენის ქვეშ წერია, რომ ეს ტურნირი ჩატარდა ანდრია დადიანის პატრონაჟის ქვეშ. 1906 წელს იტალიის მეათე ტურნირი ჩატარდა ანდრია დადიანის პატრონაჟი და აი სიგელი რომელიც იტალიელებმა გამოგზავნეს ეს დაცულია ზუგდიდის მუზეუმში და ყველაზე მთავარი 1908 წელს გარდაიცვალა ჩიგორინი. ნუ რუსეთისთვის ეს იყო სერიოზული ასე ვთქვათ დანაკლისი, ამიტომ არ არის გასაკვირი რომ ძალიან დიდი საერთაშორისო ტურნირი ჩაატარეს მომდევნო წელს. აი ტურნირის ჩასტარებელი თანხა გროვდებოდა ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კერძო პირების მიერ. დაუშვათ ყველაზე დიდი შენატანი გააკეთა რუსეთის იმპერატორმა ძალიან დიდი და აი გამოქვეყნა საბოლოოდ სია და ყველა გვარი დაფიქსირდა, სხვა შორის 4 ქართული გვარია იქ დაფიქსირებული და საინტერესო ერთ-ერთი გვარი არის პროკოფის შერვაშიძე, მერი შერვაშიძის მამა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტურნირის დაფინანსებაში. იქ რა თქმა უნდა ანდრია დადიანის გვარი არ ფიგურირებს, მაგრამ საოცრება აღმოჩნდა შემდეგ. როდესაც ეს ტურნირი დამთავრდა და მიანიჭეს სხვა პრიზებით დაკავებულ ადგილებზე და 2 პრიზი იყო ლამაზი პარტიის პრიზი და ლამაზი პარტიის პრიზებს ანდრია დადიანი საერთოდ აწესებდა მანამდეც ყველა ტურნირში აწესებდა ხას უსვავდა ჭადრაკის სილამაზეს. აღმოჩნდა შემდეგი მომენტი, რომ ანდრია დადიანს მიუნიჭებია თავისი კუთხი, დაუწესებია თავისთვის ინდივიდუალურად 2 სილამაზის პრიზი, საკმაოდ სერიოზული ფულადი თანხი და ეს გადაწყვეტილება დაიბეჭდა ამერიკულ საჭადრაკო ჟურნალში. და რუსულმა საჭადრაკო საზოგადოებამ ის მაგერო მადლობა გამოეხატა, აღშფოთება გამოთქვა, რატო ეს ფული არ შემოიტანა ჩვენთან, ასე ვთქვათ, ჩვენ საორგანიზაციო სალაროშიო. კიევში ცხოვრობდა ბოლო წლები და იქ ну როგორც გადმოგცემენ რაღაცა სახლიც კი თავის სახლი სადაც ცხოვრობდა, არა სასახლე, არამედ სახლი, იქაც კი იატაკი ჰქონდა ისეთი ჭადრაკის შავთეთრი ფილებით მოპერკეთებული. გადაიცვალა კიევში 1910 წელს და ნიკო ზუგდიდში არ გარდაცვლილა, ის გარდაიცვალა პეტერბურგში 1903 წელს. ჩამოასვენეს მეორე ორივე, მათ დაყავდა კიდე სალომე
დადიანი, რომელიც აშილ მურადზე გათხოვდა ეს ცნობილი ნაპოლეონის დიდი სარდლის, მარშლის ჩამომავალი იყო. და აი სალომემ ბევრი იზრუნა, რომ ვიცით ეს რომ მათ ჩამოსასვენებლად და ყველანი განისვენებენ მარტვილის საგვარეულო ტაძრის სპეციალურ ეკვდერში. ანდრია დადიანი 1909 წელს ლოგინად ჩავარდა, მას დამბლა დაემართა, ის 1910 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში მას ნესტორ ერისთავი პატრონობდა, რომელმაც თხოვა და ჩამოასვენეს შემდეგ და ისიც დაკრძალულია მარტვილში. მსოფლიო ჭადრაკში ანდრია დადიანის დამსახურებაზე მე უკვე ვისაუბრე. ის იყო აი ყველა დიდი ტურნირის ასე ვთქვათ ორგანიზატორი, მეცენატი, ხელი შეუწყო ტურნირებში ლამაზი პარტიის პრიზების დაწესებას და გარდა ამისა ფინანსურად ეხმარებოდა ავტორებს წიგნების გამოცემაში, საჭადრაკო ჟურნალებს ეხმარებოდა ძალიან, რაც შეეხება ანდრია დადიანი და საჭადრაკო საქართველო. ანდრიას მაინც უწევდა საქართველოს ჩამოსვლა და როდესაც ჩამოდიოდა, ის მატჩებს მართავდა იმ დროინდელ ყველაზე ძლიერ თბილისელ მოჭადრაკესთან, იყო ასეთი თბილისის სასამართლო პალატის წევრი ალექსანდრე სმიტენი. აი მათი მატჩები ყოველთვის დიდი ინტერესი იწვევდა. გარდა ამისა, ანდრია დადიანი ატარებდა თბილისში ერთდროულ თამაშის სეანსებს, ეთამაშებოდა სხვა მოჭადრაკეებს. მე ახლა ამათგვარებს არ ჩამოთვლი, ცნობილია რომ აი რუსულ პრესაში აღნიშნულია რომ 6 პარტია მოუგო თავად ჭავჭავაძეს. პრინციპში თავადი ჭავჭავაძის ვინაობა ჯერჯერობით ვერ დავადგინე. მის არქივში დაცულია პარტიები, რომელშიც ჩანს რომ მისი მეტოქეები იყვნენ გიორგი ბებუდიშვილი, ეს იყო სენაკის მაზრის უფროსი, ერთი პარტია აქვს მას მამია გურიელთან, რამდენიმე პარტია აქვს მას ბიძამისთან, გრიგოლ დადიანთან და ყველაზე მეტი პარტია დაცულია მისი ვანო მაჩაბელის ძმასთან, ვასილ მაჩაბელთან. ვასილ მაჩაბელი ცნობილი ადვოკატი იყო, ის პეტერბურგში მოღვაწეობდა და აი ცნობილი ფოტო, როცა ილიას პეტერბურგში ჩავიდა ბანკის საქმეებზე, მაშინ ცხოვრობდა მაჩაბელებთან და მეფე ლირის თარგმნიდა ივანე მაჩაბელთან ერთად და ზუსტად მაშინ ვასილ მაჩაბელთან მოუწია ჭადრაკის თამაში. ვასილ მაჩაბელი ტურნირებში მონაწილეობდა ანდრია დადიანთან ერთად და აი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყოველი მის ჩამოსვლა საქართველოში ჭადრაკის მოყვარულებისთვის დიდი ზეიმი იყო. და ამის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ანდრია დადიანს ჰქონდა გავლენა, იმიტომ რომ მისი სახელი რადგან იბეჭდებოდა მისი პარტიები მთელ მსოფლიოში და აღმოჩნდა, რომ აი ახლა როდესაც მე თან არქივში ვეძებ მის პარტიებს, დაბეჭდილი დაწყებული კანადიდან დამთავრებული იაპონიამდე არა დარჩენილი ჟურნალი და სხვა შორის სამართლის საჭადრაკო ჟურნალი, რომელშიც ანდრიას პარტიები არ იყო დაბეჭდილი. კიდევ აი შეგვიძლია ვთქვათ რახან აი ეს ნიკო, რამდენიმე ნიკო იყო კიდევ ერთი დაახლოებით აი ამავე პერიოდში გახდათ კიდევ ერთი ნიკო დადიანი, რომელიც წყემში დაიბადა, სამეგრელოს სოფელი წყემი 1878-ში და გარდაიცვალა 1934 წელს პარიზში. დასაფლავებული ლევილი არის ქართველთა სოფელს უწოდებდნენ, იმიტომ რომ ეს შეისყიდეს მაშინ სოციალ-დემოკრატებმა ემიგრირებულმა, იქ ცხოვრობდნენ იმ ლევილში და იქვე არის სასაფლაო, სადაც ნოე ჟორდანიაც განისვენებს და ქაკუცა ჩილოყაშვილიც იყო დაკრძალული, ვიდრე გადმოასვენებდნენ თაწმინდაზე. და ის საკმაოდ ცნობილი მოღვაწე ყოფილა თავის დროზე, იმიტომ რომ მასთანაც არის დაკავშირებული ვოსტორგოვის შესახებ, მისთვისაც მიუმართავს ვოსტორგოვს, რომ დამწერლობაზე, რომ აი გავავრცელოთ, მოდი, მეგრული დამწერლობა.
შემოვიღოთ მეგრული შევქმნათ მეგრული დამწერლობაო და ამ მასაც ძალიან ისეთი მკაცრი პასუხი გაუწია. ხა ზუსტად ტექსტი არ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია რომ ძალიან მკაცრი პასუხი გაუწია მასაც. ამას გარდა მას ნუ იგივე სამხედრო იმაში აქვს მიღებული წერდა სტატიებსაც გარკვეული ისტორიული მიმართულების სტატიებსაც წერდა და საკმაოდ განათლებული და კარგი მოღვაწე ყოფილა თავის დროსთვის და რა არის საინტერესო კიდევ რომ ნუ დარჩა მას ბევრი შთამომავალი, იმიტომ ორი მეუღლე ყავდა ეს გახდათ ნინო მიქელაძე და მერე მისი გარდაცვალების შემდეგ მერი წერეთელი და დარჩა ძალიან ბევრი მემკვიდრე გიორგი, მიხეილი, მერი, ნიკოლოზი, ბაბო, დემნა და აი ეს ბაბო არის ცნობილი ბაბო დადიანი რითი იმითი რომ მან ის მერე ჩავიდა უკვე ნუ საბჭოთა პერიოდის ნუ დამთავრების პერიოდი იყო ეს 90-იან წლები და ჩავიდა ლევილში და ჩამოიტანა იქიდან დიდი ალბომი, ფოტო ალბომი დადიანების და იქ უამრავი რაღაც საინტერესო და დღეს ნუ საქართველოში იმას შეწირა ერთსულოვნება ტელევიზიას, სადაც მისი ცალკე ის გააკეთესო. იქ არის გაკეთებული სპეციალური მისი სახელობის კაბინეტი ბაბო დადიანის და აი ამათი მათი ერთ-ერთი შთამომავალი იყო შალვა დადიანი, თავის დროზე ძალიან ცნობილი მწერალი და ნუ საბჭოთა დროს საკმაოდ აღიარებული მისი მოთხრობები და სკოლის სახელმძღვანელოებშიც კი ისწავლებოდა მისი ერთ-ერთი მოთხრობა შალვა დადიანის. ასე რომ აი შეგვიძლია მოკლედ დავახასიათოთ ეს დადიანთა გვარის გამორჩეული ბოლო წარმომადგენლები.